მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. წინა სერიაში შევწყვიტეთ რობა იმით, რომ ამ ტიპის მანქანის კვლევის მიზნით გაკეთდა რამდენიმე ცალი ხის სასტელი ეგზემპლარი, რომელსაც ჰაერდგაგრილების 4 ცილინდრიანი ძრავი ორნიჩბიანი ხარახნით დაუყენეს თქო. ეს მოხდა 53 წლის აგვისტოში. მაგრამ როგორც თქვი, ეტყობა კარგად ვერ ირყევდნენ ამერიკული ბომბებისგან სარლობაში. ხო და ამ მოდელების აფრენოსნო გამოცდები დაიწყეს 44 წლის დასაწყისში. ან მაშინ რატო დაიწყეს საინტერესოა, ნუ თუ ეჩქარებოდათ. მაგრამ ამ გამოცდების შედეგები არც კი იყო დადებული, უბრალოდ როგორც კი დარწმუნდნენ, რომ ეს რაღაც დაფრინავს, უნივერსიტეტი კაიხუნ კოკუ ხომბუს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უკვე დროა თავად საბრძოლო მოდელებიც დავამზადოთო. ხო და ფლოტმაც კვერი დაუკრა და გაუხსნა ფირმა კიუსიოს შეკვეთა პირველ ორ პროტოტიპზე. ერთი ცუდი ამბავი აქ ის იყო, რომ ამ ფირმას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ჩქაროსნული მანქანების პროექტირებაზე. თუმცა მისი საკონსტრუქტორო, ასე ვთქვათ, მოცლილი იყო. ამიტომაც ცურნო და მისი რაზმი მიავლინეს ამ გუნდის გასაძლიერებლად. მოკლედ, ამ მივლინება-გადმოვლინებებში ასევე დრო გაიჭიმა. ხო და ამ კიუსიუმ ოფიციალურად ამ მანქანაზე მუშაობა დაიწყო 44 წლის ივნისში. კაცო, მე ხიდს ხაზავდი ამ გაზაფხულზე. ხიდს ხალხო, რომლის არაშენების ან აშენების დაგვიანების შემთხვევაში ქვეყანა არ დაგვექცეოდა. ყოველ დღე ტვინს მიჭამდნენ. დროზე ძახილის ლამის ღამეები მათენებინეს. ამათ თავზე კიდევ ბომბები ცვიოდა ლამის ყოველ დღე. ბრძოლის ველზე კოლოსალურ დანაკარგებზე გადიოდა იაპონური არმია. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში კოშმარულად იზრდებოდა დღითი დღე, იმიტომ რომ მისმა უდიდებულესობა პატივსაცემმა საჯდომმა არ ჩათვალა საჭიროდ სამოქალაქო თავდაცვითი ნაგებობების აგება იაპონიის ტერიტორიაზე. ყველა ამერიკულ დაბომბვას კოლოსალური მსხვერპლით ძდევდა თან. იმის გამო, რომ თვითნაკეთ და შილიფად აგებულ ეგრეთ წოდებულ ბომბსაფარში ხალხი ცოცხლად იწვებოდნენ და ამ დროს ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში რატომღაც სარდლობას ეკიდა ისეთი ტიპის პროექტი, რომელიც გარკვეულწილად შეასუსტებდა მაინც ამ დაბომბვას. როგორც წინა სერიაში ვთქვი, აქაც გავიმეორებ. ამერიკული ბომბდამშენი ავიაცია პრაქტიკულად დაუჭერლად დაფრინავდა იაპონიის თავზე. ევროპისგან განსხვავებით მათ აქ ესკორტიც არ აცილებდათ ხშირ შემთხვევაში. ცნობისათვის მიუხედავად იაპონელი მფრინავების თავგანწირვისა, მთელი ამ ბეოზაცხრების არმადის მხოლოდ 4.5%-ის ჩამოგდება შეძლეს. იმ დროს, რომ ამერიკელებმა პრაქტიკულად მიზნების 85%-მდე გაუნადგურეს. ნუ მოკლედ, ამ კიუსიუმ თავისი პროექტის შესრულება არა 17, არამედ 18 CO2-ს მიხედვით დაიწყო. ანუ მათ დაიწყეს მცირე რადიუსის მქონე, მაღალი სიჩქარის და სახმელეთო ბაზირების გამანადგურებელ გზაგადამტაცის პროექტირება. თან დაიწყეს ერთბაშად ორი ვერსიის შემუშავება. ერთზე უნდა მდგარიყო ეს უკვე აღნიშნული მიცუბისის MK9D დუგუშიანი ძრავი, მეორე ვერსიას პირდაპირ რეაქტიულს აკეთებდნენ. არა და ისე დასრულდა ომი, რომ იაპონელებმა მიუხედავად გერმანელების დახმარებისა რეაქტიული ძრავის სერიული წარმოება ვერ შეძლეს. პარალელურად ცურუნო ამ მანქანისთვის საბრძოლო ტაქტიკასაც ამუშავებდა. მისი გათვლით, როდესაც რადიოლოკაციიდან მიიღებდნენ სიგნალს, მეხი უნდა აფრენილიყო 12,000 მეტრს და დალოდებოდა მოწინააღმდეგეს. შემდეგ ზემოდან რომელიმე გვერდის მხრიდან მიეტანა გარკვეული კუთხით იერიში. საქმე რაშია ახლა? ზემოდან დისტანციურად მართვადი წურელები ჰქონდა B-29-ს, რომელზედაც შეწყვილებული 12.7 კალიბრის ტყვიამფრქვევები იდგა. ხოლო ცურუნო თვლიდა, რომ ეს ზონა მეტნაკლებად სუსტი იყო. იდეაში პირველი შეტევის მერე აუცილებლად უნდა აიღოს სიმაღლე განმეორებითი შეტევისთვის. იმიტომ რომ ორივე აპარატის ჯამური სიჩქარე შეხვედრაზე დაახლოებით 1200 კმ/სთ გამოდიოდა. რის გამოც პირველ ჯერზე უბრალოდ მიზანში მოხვედრაც საკმაოდ რთული იქნებოდა. მეორე მისვლის შემდეგ უკვე საწვავიც არ ყოფოდა მეტისთვის და მოუწევდა მიწაზე დაფრენა. ამასობაში იაპონია სერიოზულად ირყევოდა რომ იტყვიან. ხო და არათუ საჭირო გამოცდები და კვლევა არ დააცადეს კომპანია კიუსიოს, იმ პირველი პროტოტიპების აგებაც კი ვერ მოასწროს, სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ მანქანის სერიულ წარმოებაზე. ანუ ჯერ დანამდვილებით ისიც არ იციან, ეს მანქანა როგორ იფრენ. საერთოდ ვარგა, არ ვარგა, ღირს ამაზე დროის ხარჯვა, იქნებ სხვა რამეა მოსაფიქრებელი. ჩქარა მეხი გვინდა, არა, გვინდა კი არა, უკვე გუშინ გვინდოდაო. ხო და ბატონები რომ მისულიყვნენ 2 წლით ადრე იმ გუშინ კი ექნებოდათ ეგ მანქანა. ასეა ქათამიც, კვერცხი რომ მოადგება უკან, ბუდეს მერე ეძებთ ვიკრიახით. თან შეკვეთა გახსნეს ერთბაშად ორ კომპანიაში. ერთი იყო ეს კიუსიო, რომელსაც დაევალა თვეში რამენერად 30 ცალი გამოჩორკნეო,
მეორე კიდევ ნაკაჯიმა თვეში 120 ეგზემპლარის სახით. თუ რატომღაც აცდით თემას, საუბარია მანქანაზე, რომლის პირველი სასტელი ეგზემპლარის შემუშავება ესაა დაიწყო. თან გეგმები გაუწერეს 46 და 47 წლებზე. აი, პირდაპირ მაოცებს ამათი ოპტიმიზმი. თუ ეს ოპტიმიზმის მაგრად ბრმა ფანატიზმი იყო. რა ვიცი, რას ფიქრობთ, ერთი დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ამაზე. მაგრამ რეალობა დღითიდღე იცვლებოდა იაპონიისთვის. მასირებული დაბომბვების გამო ქვეყნის რესურსები როგორც საცერში ჩასმული წყალი, ისე ილეოდა. იგივე დაემართა ამათ, რაც გერმანიას დაიწყო ენერგეტიკული და ნედლეული შიმშილი. ამ თემაში ისედაც მოიკოჭლებდნენ. მთელი ეს ომების სერიაც მაგის გამო დაიწყეს, რომ ყველანაირად ღარიბი იყო ქვეყანა რესურსებით. ამიტომაც ისევ გაეჭიმა მანქანის შემუშავების პერიოდი და როგორც იქნა პირველი ეგზემპლარი დამზადდა 45 წლის აპრილში. აქეთ ბერლინის რომ იღებენ უკვე იმ პერიოდზეა საუბარი. ერთია როცა საგამოსტო მაკეტს აკეთებ, მეორეა კიდევ უკვე როცა ნამდვილ საბრძოლო მანქანას აპროექტებ. იმისთვის რომ მართლა მეხივით დაცემოდა ბომბდამშეს ეს მანქანა, ცხვირში 4 ცალი 30 მმ კალიბრის ქვემეხის ჩაყენება გადაწყვიტეს. შეარჩიეს ქვემეხის სახელად ტიპი 5. ეს მაქინა 2 მეტრზე მეტი იყო სიგრძეში და თითო 70 კმ წონით საბრძოლო საჭურელის გარეშე. მისი ზალპის ქვეშ მოხვედრა მართლა მეხის დაცემა იქნებოდა. ცნობისთვის ასეთი სიმძლავრის შეერაღება მანამდე არც ერთ სხვა გუშიანი ძრავის მანქანაზე არ იდგა. ერთგვარი რეკორდი იყო, ასე ვთქვათ, თან თითო ქვემეხისთვის 60 გასროლა გაითვალისწინეს. განსხვავებით საგამოსო ხის მაკეტებისა, რა თქმა უნდა, ამ მოდელზე უკვე აკეცვადი შასი გამოიყენეს. წინა შასი იკეცებოდა ნაკადის საწინააღმდეგოდ. იდეაში იყო მისი ავარიულობის გათვალისწინება, თუ კი ვთქვათ დაზიანებული მანქანის სისტემები არ იმუშავებდნენ, უბრალოდ შემხვედრ ნაკადს რომ გაეშალა. თან როგორც სურათზე ხედავთ, ამ მანქანის შასი რატომღაც ძალიან აწოცილია. ამის მიზეზი კი მისი ხრახნია, უფრო ზუსტად ძრავხრახნის ჯგუფი. აქაც რომ იტყვიან რეკორდების დამყარება მოინდომეს. საგანგებოდ ამ მანქანისთვის ფირმა Mitsubishi-მ შეიმუშავა მაქსიმალურად ფორსირებული 2130 ცხენის ძალის მქონე 18 ცილინდრიანი ვარსკვლავა ძრავი. ხვდებით ალბათ რა გაბარიტების იქნებოდა. თან ეს ძრავი გრილდებოდა ჰაერით. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის ძრავი გრილდება შემხვედრი ნაკადებით. ამიტომაც მას ყველგან ყოველთვის აყენებდნენ წინ. აქ კიდე გინდა არ გინდა უკან უნდა დადგეს. ლავაჩკინმა იმის გამო რომ თათარიახნად ლაგ 3-ის ფიუზელაჟზე ვარსკვლავა ძრავი მიეფინჩიკა, მიუხედავად იმისა, რომ ძრავი შემხვედრ ნაკადში ჰქონდა, მაინც პრობლემები შეექმნა როგორც თავად ძრავის, ისე მისი ზეთის გაგრილებასთან. ამ დროს ამ მანქანაზე ძრავი დაიდგა პირდაპირ მფრინავის კაბინის უკან. ყველანაირ ჭდილში რო იტყვიან. რამენერეთ ჰაერის ნაკადი რომ მიეყვანათ, რეაქტიული თვითმფრინავის დარად ჰაერ მიმღებები დაუყენეს გვერდებიდან. რომელიც რა თქმა უნდა არ ყოფნიდა, დაბალი სიჩქარით ფრენისას და მიწიზე და მომსახურებისას ცხელდებოდა. ხრახნი ცოტა უკან აღმოჩნდა, ამისთვის მას გარდანი დაუყენეს, რასაც მოჰყვა ზუსტად ის პრობლემები, რაც იგივე აეროკობრას და დო 325-ს ჰქონდა, ანუ ვიბრაცია კარდანის გამო. ასევე ხრახნის მიუხედავად 6 ნიჩბისა ჯიგრებმა გააკეთეს რეკორდულად დიდი 3.4 მეტრი დიამეტრის. აი სწორედ ამიტომ გაუკეთდა მას ასეთი მაღალი შასი. ამავე დროს გაითვალისწინეს მანქანის ავარიული დატოვების სისტემაც. არა, კი მესმის რომ იაპონელებს სიკვდილთან ცოტა არ იყოს არაადამიანური შეხედულებები ჰქონდათ, მაგრამ მაინც დაზიანების შემთხვევაში თუ მფრინავს გადმოხტომა დასჭირდებოდა, ამ ხრახნზე დააყენეს ნიჩბების ავარიული გასროლის პიროპატრონები. საბოლოოდ 1945 წელს როგორც იქნა მოახერხეს და ძრავის პირველი სასტელი გაშვება მოახდინეს. ეს მოხდა კომპანია კიუსიუს საკუთრება ხავროდას ქარხანაში. დაქოქვისთანავე აღმოაჩინეს ტექნიკოსებმა, რომ მთლად კარგად არ იყო საქმე, მაგრამ როცა კვერცხებზე რაღაც წვავე გიჭერს, მოკლედ გადაწყდა, რომ მანქანა მზადაა საგამოსტოთ. იმ აღმოჩენილი დეფექტებიდან ნაწილი მოახლაფორთეს საწარმოში და გადააგორეს აეროდრომზე. გადაწყდა, რომ მისი შემქმნელი ცურნო თავად გამოსცდა მანქანას. გამართეს საწვავი, თუმცა ავზის გავსება ვერ მოხერხდა, დეფიციტის გამო სულ 40 ლიტრამდე ბენზინი ჩაუსხეს. სრულიად გაამზადეს ყველანაირად, რაც ჭირდებოდა, ამოქოქეს და მიუშვეს ცურნო. ასაფრენ-ზოლზე მანქანამ სწრაფად აიღო სიჩქარე. ცურნომ სადაც ცხვირის მცირედ აწევა, მაგრამ რატომღაც ის უფრო მეტად აიწია, ვიდრე ეგონა. შედეგად ხრახნი წამოედო ასაფრენ-ზოლს და გაიღუნა. ანუ ისევ და ისევ პრაქტიკულად შეუსწავლელ გზაზე დგომის გამო დანამდვილებით არ იცოდა არავინ, როგორ ემორჩილებოდა მართვის სისტემას აპარატი.
ცურუნომ კი გამორთო ძრავი, მაგრამ მოკლედ პირველი აფრენის მცდელობა კრახით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ კილის დაზიანებული იყო. ხო, მართლა, ამ მოდელზე ჯერ არ იდგა კილების ქვეშ დამატებითი ბორბლები. დახვეწეს მანქანა, ეგ ბორბლების დაამატეს და თავად ძირითადი საყრდენიც პაცა დააგრძელეს. ხო და როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს? 3 თვე. 3 თვე ეს მანქანა უქმად იდგა. ხო, მესმის რომ ქვეყანა ომშია და ყველაფერი გართულებულია, მაგრამ ნუ თავად ამ პროექტის სრულობისას არ უნდა გქონოდათ მარაგნაწილად მეორე კომპლექტი ხრახნი. როგორც იქნა რომ აღადგინეს ყველაფერი უკვე აგვისტო იყო, ხო და მეორე ცდაზე ცურუნოს მაგივრად უკვე პროფესიონალი გამოცდილი იოსიტაკა მიაისი დასვეს. საკმაოდ მოკლე ფრენა იყო. 194 კმ/სთ სიჩქარით აფრინდა ზოლიდან მანქანა და დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. სადაც მან განავითარა 260 კმ/სთ და დაუბრუნდა აეროდრომს. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს შედეგი დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ფრენისას გამომცემელმა აღმოაჩინა საკმაოდ დიდი ნაკლოვანებები. ერთ-ერთი იყო ხრანისგან გამოწვეული რეაქტიული მომენტი, მკვეთრად აჩქარების შემთხვევაში თვითმფრინავი ფრთის მიმართ დახრას იწყებდა. ასევე პრობლემა აღმოჩნდა ვერტიკალური ფრთასხმულობის ფართობის სიმცირეც, ის უბრალოდ არ ყოფნიდა ეფექტური მართვისთვის. ასევე იმის გამო, რომ ფრთის შტილში იყო ეს ზედაპირები, მისი ტრიმირება აფრენა-დაფრენისას პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე მისი აფრენა-დაფრენის სიჩქარე 240 კმ/სთ ჩაითვალა, რომ ზედმეტად დიდია. რა თქმა უნდა, ძრავიდან მიმავალმა კარდანმას თავისი სიტყვა თქვა. როგორც უკვე აღნიშნეთ, მსგავს კონსტრუქცია სერიოზული ვიბრაცია ახასიათებს და საჭიროებს დამატებით ვიბრო-ჩამშრობ დემპფერს. ხო ვითომ რამდენიმე სერიოზულ პრობლემაზეა საუბარი. მაგრამ მათი გამოსწორება უკვე მოითხოვდა სერიოზულ სამეცნიერო სამუშაოს, რომ გადაჭრილიყო რამენერად ეგ პრობლემები. ამას კიდევ მოგეხსენებათ დრო უნდა, რომელიც ყველაზე დეფიციტური იყო იმ ეპოქის იაპონიაში. ამ ფრენის გარდა კიდევ რამდენიმეჯერ აწიეს ჰაერში მანქანა, სულ დაახლოებით 45 წუთი იფრინა ყველა ფრენის დაჯამებით, რითაც კიდევ მეტად დამტკიცდა, რომ ამ პრობლემების გამოუსწორებლად მისი წარმოება აზრს მოკლებული იყო. იმ შემდგომ ფრენებში დადგინდა ისიც, რომ ფრთაზე დეფექტები იყო, თან აფრენა-დაფრენის რეჟიმში საკმაოდ ანჩხლი დედაკაცივით იქცეოდა მანქანა. ანუ მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ფრინავს შეეძლო ემართა ის, რაც თავისთავად გამორიცხავდა ფრინავების ამ მანქანასთან მიშვებას. გამოსილი და კვალიფიციური ფრინავი კიდევ უკვე თიძე ჩამოსათვლელი იყო დარჩენილი, ხოლო ახლის მომზადების დრო კიდევ უბრალოდ არ იყო. ამ დროს სარდლობამ მოითხოვა, რომ ყველა დეფექტი საჩქაროდ აღმოფხვრილიყო მანქანაზე. თუმცა ამ მომენტში უკვე ომი სრულდებოდა. კი დაუწერეს თავის დროზე კომპანიას 47 წლამდე გეგმა, მაგრამ 45 წლის სექტემბერში ის საავიაციო ბაზა, სადაც მანქანა იცდებოდა, ამერიკელების ოკუპაციის ქვეშ მოხვდა. ამერიკელებს იქ 155 სხვადასხვა მანქანასთან ერთად ეს მეხიც დახვდათ. თუმცა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო. კონსტრუქცია დაზიანებული იყო და ძრავიც არ ჰქონდა. ეს რაღაც ამერიკელებისთვის ერთგვარი სიურპრიზიც აღმოჩნდა. არ ელოდნენ მსგავს ინჟინრული ფანტაზიის ხორცშესხმას ამ კუნძულზე. პრაქტიკულად ზეროს ეფექტი ჰქონდა. თავის დროზე მისი არსებობაც არ ჯეროდათ. ვერ მოახლაფორთებენ იაპონელები რა ეციან მაგათმაო. ამერიკელებმა მანქანა დაშალეს, ამერიკაში ვრაითფილდის აეროდრომზე გადაიტანეს და თან წააყოლეს ის იაპონელი სპეციალისტები, რომლებიც თემაში იყვნენ. მათი დახმარებით ააწყვეს ეს მანქანა, აამუშავეს და ის იაპონიაში ვერ შესრულებული საფრენოსნო გამოცდები ამერიკაში ჩაუტარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელებს მოეწონათ მანქანა, დადებითად დაახასიათეს, საკმაოდ მანევრულიაო. საბოლოოდ გამოცდების შემდეგ ის გადაეცა ომის მუზეუმს. დღეს მერილენდის შტატში დგას ერთი ეგზემპლარი გარბერის ავიატექნიკის მუზეუმში. რა შეიძლება ითქვას დასვნათ ამ მანქანის შესახებ? უპირველეს ყოვლისა, ჩემი პატივისცემა ცურუნოს და მის გუნდს. შეიძლება ითქვას, რომ იმ კოშმარულ ეპოქაში სერიოზული გარღვევა მოახდინეს. თუ კი ვთქვათ და ამ მანქანას გააკეთებდნენ უფრო ადრე, როგორ ფიქრობთ, რაიმე ცვლილებას მოახდენდა? დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარად, რას ფიქრობთ. მე ჩემსას გეტყვით. შანსი არ იყო. თუნდაც ეს მანქანა 53 წელსვე აფრენილიყო. ყველა მისი ნაკლოვანება 44 წლის ბოლომდე გამოსწორებული იყო და სერიაშიც 44-შივე გაშვებულიყო. მაინც არ ქონდა შანსი რაიმე დიდი ცვლილება მოეხდინა ომის შედეგებზე. ის შედეგი 4,9% მთელი B29-ის არმადიდან გაეზარდათ 10%-მდე. იმიტომ რომ ასეა თუ ისეა ერთ მხარეს იდგა ყველანაირი რესურსები მდიდარი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ მიდიოდა, მეორე მხარეს კიდევ ისტორიულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა, რომელმაც თავიდანვე არასწორი გზა აირჩია განვითარებისთვის.
იმ მილიტარისტულ აზროვნებას ჯობდა თავისი გამონგონებლური აზროვნება განევითარებინათ, ეწარმოებინათ ახალი ტექნოლოგიები, რომლითაც მსოფლიოსთან ივაჭრებდნენ. თუ კი ამერიკის მიერ ოკუპირებულმა იაპონიამ მოახერხა და ერთ მომენტში მაღალი ტექნოლოგიების წამყვანი ქვეყანას გახდა, ხო შეეძლო ეს მათ გაეკეთებინათ ომის, ბირთვული ცეცხლის და მილიონობით თანამემამულის სიკვდილის გარეშე. მით უმეტეს რომ ის რესურსები, რის გამოც იაპონიამ ომი დაიწყო, ახლა თავისუფალ წომაში აქვს სწორი ნაბიჯების და პოლიტიკის გამო. ისე კი ამ მანქანამ სერიოზული კვალი დატოვა მაინც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა. იაპონურ პოპ-კულტურაში დღემდე პოპულარულია, უამრავ ანიმაციაშია გამოყენებული სხვადასხვა განხრით. მოკლედ, არ გამომივიდა მაინც. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მომისმინეთ. თუ ფილმი მოგეწონათ, წერით მაღლა მიმიკლიკეთ. თუ არ მოგეწონათ, წერით დაბლა. არხი გამოიწერეთ და კომენტარებში აუცილებლად გამომეხმაურეთ. ახლა კი გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე.